იქ იყო გიორგი გახარია ბევრს ლაპარაკობდა და მე რაღაცა სკრინების გამოაქვეყნეს ხალბი ნამდვილი ამას რა მნიშვნელობა აქვს სადაც იყო ლაპარაკი რომ ითხოვს პოლიცსაბჭოს შეხვედრას და უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ სიტუაციას იგი გუნდში არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ იქნება არ მოუხსნათ მელიას იმუნიტეტი არ არის საჭირო კი ბატონო დაარღვია კანონი მაგრამ მას ვერ დაიჭერს პოლიციის სახელმწიფო იმიტომ რომ პარლამენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ უსნის მას იმუნიტეტს ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ამითი ზიანი არ ადგება სახელმწიფოს და ასე ჩაითვალა იმ ეტაპზე მიზანშეწონილად და ამ დროს გამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და კატეგორიულად ითხოვს ჯერ პოლიცსაბჭოს ხდომაზე, შემდეგ პოლიტიკურ გუნდთან შეხვედრაზე, უმრავლესობასთან შეხვედრაზე, რომ მოეხსნას იმუნიტეტი მელიას. ეს პოლიტიკური თემა ეს არ არის კრიმინალში, ანუ საგამოძიებო თემა, რომ პოლიტიკურმა გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოეხსნება იმუნიტეტი თუ არ მოეხსნება. იყვნენ იქ კატეგორიული წინააღმდეგი ვიღაცა გამოთქვამ და ეჭვებს. მან აი მართლა წარმოუდგენელი რაღაცები ჩაატარა, ესე კატეგორიულად ითხოვდა რომ როგორ შეიძლება ეს კრიმინალი მოგინოვდეს ქვეყანაში, სასწრაფოდ დავიჭერთ, ერთი დღეს არ იქნება გარეთ და როგორც კი ეს მოხდა, იწყება წარმოუდგენელი რამ, თურმე ოღონდ ეს უკვე ჩვენ აღარ ვიცით პოლიცსაბჭოს წევრებმა და არც დანარჩენმა დეპუტატებმა, იქ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და გუნდის რამდენიმე წევრი, ვინც გადაწყვეტილ ესეთ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა იყვნენ წესით ჩართულები, იქ წავიდა რომ პრემიერი ითხოვს რომ აღარ დავიჭიროთო და შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს რომ რას ქვია არ დავიჭიროთ აბსოლუტურად საერთოდ სისხლის დაღვრაზე კი არ არის ლაპარაკი, აი ზიანი არავის მიადგება, ისე მოხდება და სისხლის დაღვრა იმიტომ ვახსენე რომ პრემიერი თვითონ გახარი ამბობდა რომ იქ რო სისხლი დავრილიყო და ეს ეუბნებოდა თურმე რომ არაფერი არ მოხდება, აი მარტივად ყველა სპეცრაზმი ყველაფერი მზადაა, მარტივად ავიყვანთ. პრემიერმა რო ვერ მიაღწია აქ ვერ გაიტანა თავისი ამის შემდეგ დაიწყო ჩატში მიმოწერა რომ მიშველეთ მოდით რაღაცა ხდება უნდა შევიკრიბოთ პოლიცსაბჭო. ნუ პოლიცსაბჭოზე ხა თუ პოლიცსაბჭოს შეკრებას ითხოვს ბუნებრივია წევრების უმრავლესობა თქვი რომ კი ბატონო თუ ეს საჭიროა შევიკრიბოთ მათ თუმცა გასაგები ბოლომდე რა სჭირდება ამ გადაწყვეტილებას პოლიცსაბჭო არ იყო მაგრამ ნუ რახან მოთხოვნა იყო პრემიერისგან დავთანხმდით თუმცა ეს იყო ღამის 12 საათზე ამის შემდეგ გაგრძელდა რაღაცა მიმოწერა ცოტა ხანი და ნუ დილას უკვე 9 საათზე გადადგა ტელევიზორიდან შევიტყვით რომ გადადგა ვიღაცამ შეიძლება ცოტა ადრეც იცოდა მე არ ვიცი თქვენ არ იცოდით ამის შესახებ კობახიძემ თქვა რომ თქვათ ვიღაცასთან მერე დაურეკეს და უთხრეს რომ თქვენ აუხსნეს სიტუაცია, ჩემთან მსგავსი ზარი არ ყოფილა, მე ისე მივედი დილას პარლამენტში, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა დებატებს მქონდა ადგილი და გადადგომას რომ აპირებდა. ამას მოხდა სწორედ იქ უამრავი ხალხის მოზღვავება, ჯერ ზეიმი, რომ პრემიერი გადადგა, ხელისუფლება იშლება, შემდეგ უამრავი ხალხის მისვლა, გვახსოვს რომ რაღაცა ასასინები და რაღაც განცხადებები იყო იქ გარეთ დანთებული კოცონები და ნუ კონკრეტ ყველაფერი მიდიოდა იქითკენ რომ ვითარება უნდა დაძაბულიყო, მაგრამ ძალიან სწრაფად პრემიერის არჩევამ და შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალიან მალე გამოხდა ვითარება. ნუ როგორც ხვდები, თქვენ ამას აფასებთ ამ ნაბიჯს სპეციალურად აი ამ პროცესების დაძაბვისკენ გადადგმულ ნაბიჯს ასე ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტურად შეგნებულად იმისთვის, რომ ვითარება დაძაბულიყო ქვეყანაში უმართავი სიტუაცია მომხდარიყო ხდომაზეც თქვი და ეხლაც გავიმეორებ რომ განცხადებები ეკეთდებოდა რომ რამდენიმე პარლამენტარი ზოგი ევროპარლამენტის წევრი ზოგი თქვათ ბალტიისპირეთის ქვეყნების წევრები განსაკუთრებით აქტიურობდნენ რომ კომიტეტის თავმჯდომარეები და ვიღაცები რომ მოდიოდნენ საქართველოში და ისინი აპირებდნენ მისვლას იმ ნაციონალური მოძრაობის ოფისში და იქ გამაგრდებოდნენ თვითონ რომ ვთქვათ უფრო მეტი რიდი ქონოდა სპეცრაზს იქ არ შეჭრილიყო და არ დაეკავებია კრიმინალი დამნაშავე ამელია და სააკაშვილი კი მუქრებოდა რომ აი დაიზრება ახლა და მოადგება საქართველოს საზღვარს და საქართველოსაშემოდა და ჩვეულებრივი დესტაბილიზაციის სცენარი უნდა და ამას სააკაშვილი შემოსვლას იმ დროს ემთხვევა და რაღაცა ევროპარლამენტარები სააკაშვილი გამაგრებული მელია და რაღაცნაირად ჯერ